კიდევ ერთხელ მოგილოცავთ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს. მართლაც ეს არის დღესასწაულთა დღესასწაული. ესე არის დღე, რომელიც ნაუფალმა ვიხარებდეთ და ვიშვებდეთ ამაშინა. დღევანდელი დღე გაგრძელება არის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის და განსაკუთრებული დღე არის ჩვენთვის ქართველთათვის, რამე თუ დღეს აღნიშნავთ 6000 გარეჯერ ბერთა ხსენებას და ივერის ღვთისმშობლის ხატის ხსენებას. ეს მართლაც ჩვენთვის დიდი სულიერი ძალა არის და განსაკუთრებული დღესასწაული არის, რამე თუ გარდა იმ ბრწყინვალე შვიდეულისა და აღდგომის დიდი მადლისა, დღეს განსაკუთრებულად აღნიშნავთ აი ამ გარეჯის უდაბნოში მოღვაწე 6000 გარეჯერ ბერთა ხსენებას. ეს არის ის დრო, როდესაც საქართველოში შემოდის შაჰ აბასი 1616 წელს და აღდგომის დღესასწაულზე 6000 გარეჯელი ბერი ზვარაკად შეეწირება უფალს და 6000 გარეჯელი ბერი ქრისტეს მხედრების სახით შეემატებიან ზეციურ საქართველოს. მართლაც დიდი არის განსაცდელი მთლიანად გარეჯის უდაბნოზე, მაგრამ იმავდროულად ღვთის მადლით მათ ეძლევათ საშუალება, რომ ეზიარონ ქრისტეს სისხლსა და ხორცს და აი ამის შემდეგ ხდება მათი წამება და როგორც წერს მემატიანე, თავები მოკვეთეს 6000 გარეჯერ ბერს. საოცარია მართლაც თუ გადავხედავთ სხვა ქვეყნის ეკლესიის ისტორიას და ერის ისტორიას, არც ერთ მართლმადიდებელ ქვეყანას 6000 მოწამე ბერი არ ყავს ერთდროულად. და ჩვენ გვახსენდება წმინდა დავით ვახტანგ გორგასლის ანდერძი, ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსო და მართლაც ჩვენმა ერმა და ბერმა ერთიანად და ერთდროულად მოიძიეს ქრისტესთვის სიკვდილი. ჩვენ ყავს 100000 ქართველი წმინდა მოწამე, რომელნიც ეწამნენ ჯალალედინის შემოსევის დროს და ყავს 6000 გარეჯელი ბერი და სხვა მრავალი წმინდა მოწამე. და კიდევ ერთხელ მადლობთ უფალს, რომ მათი მეუხები და მათი ლოცვით აღდგა აღდგომის ტაძარი, იქ სადაც დღესასწაულებდნენ 6000 გარეჯელი ბერი. დღეს ის ტაძარი მართლაც გამართულია, მიიღო პირვანდელი სახე და დღევანდელ დღეს ჩვენ განსაკუთრებულად ვზეიმობთ, რამე თუ მათი ხსენების დღეს წმინდა ძვლები, წმინდა ძვალ შესალაგში მოთავს და განსაკუთრებული პირობები და ეს ნამდვილად ხელმისაწვდომია ყველა მორწმუნისათვის, რომ მივიდნენ იმ ადგილზე და ემთხვიონ და უშუალოდ შესთხოვონ მეუხება წინაშე ღვთისა, პირადად მათთვის, მათი ოჯახებისათვის, სულიად საქართველოსთვის. ამაში თითოეული თქვენთაგანი მონაწილეა აი ამ წმინდა ძვლების გადაბრძანების. მადლობთ უფალს, რომ ჩვენ ვართ ღვთისმშობლის წირხვედრი ქვეყანა და განსაკუთრებულად ჩვენს ქვეყანას იცავს ივერის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც მთელ მსოფლიოში არის ცნობილი, ხატი, რომელმაც მრავალი სასწაული აღასრულა და მრავალი ადამიანი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაში. აი სწორედ დღევანდელ დღეს ეს არის ის დრო, როდესაც გაბრიელ ქართველმა ზღვიდან გამოაბრძანა ხატი და სწორედ აი ამ დღესასწაულს ჩვენ აღნიშნავთ დღევანდელ დღეს. ეს არის გარდამავალი დღე, აღდგომიდან მესამე დღეს აღინიშნება, როგორც 6000 გარეჯელ ბერთა, ასევე ივერის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული და შევთხოვთ წმინდა 6000 გარეჯელ ბერს, რომელთაც სისხლით დაამოწმეს ჭეშმარიტი სარწმუნოება და უფლისადმი სიყვარული და მათი ფარველობა და მეუხება არ მოშორდეს სრულიად საქართველოს. განსაკუთრებით გარეჯის უდაბნოს
სჭირდება გარეჯის უდაბნოს სულიერი აღორძინება, სჭირდება მრავალი ბერი და მორჩილი და თუკი მე-17 საუკუნეში აი ამდენი ბერი მოღვაწეობდა საქართველოში, ესე იგი შესაძლებელია რომ თუ ამდენი არა 1000-მდე ბერი და მორჩილი განთავსდეს და იღვაწოს გარეჯის წმინდა უდაბნოში. მერთმა დაგლოცოთ, კიდევ ერთხელ მოგილოცავ და მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მართლაც დიდი არის აი ამ სავანის როლი მთლიანად გარეჯის უდაბნოს მიმართ, რამე თუ თითქმის 12-13 კილომეტრზე იყო გადაჭიმული მრავალი მონასტერი და აი სწორედ აქ მოღვაწეობდნენ ის 6000 გარეჯელი ბერი და ჩვენ ადვილი წარმოსადგენია, რომ ნამდვილად ეს 6000 გარეჯელი ბერი მთლიანად საქართველოს ყველა კუთხიდან იქნებოდნენ და ისინი ლოცულობენ მთლიანად საქართველოსთვის და შევთხოვთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას, რომ ჩვენ როგორც წინასწარმეტყველება არის, მეორედ მოსვლის წინ ჩვენ ვიხილავთ ივერიის ღვთისმშობლის ხატს, საქართველოში ჩამობრძანებულს და ვისურვებდით, რომ ნამდვილად ღირსი გამختარიყავით აი წმინდა ხატის საქართველოში ჩამობრძანების. მერთმა დაგლოცოთ, კიდევ ერთხელ მოგილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. მერთმა მრავალს დაგასვოთ, მერთმა დაგაძლიეროთ, განახაროთ და მე მინდა განსაკუთრებით დავლოცო მამა ილარიონი, მონასტრის წინამძღვარი, რომელიც მართლაც თავდაუზოგავად იღწვის მონასტრის გაძლიერებისათვის, სულიერი აღორძინებისათვის და მე ვიტყოდი, რომ სწორედ აი ეს აქ მოღვაწე მამები და განსაკუთრებით 6000 გარეჯელი ბერი მას ლოცავენ, მეოხებას წევენ მისთვის, რომ ის გაძლიერდეს და გაძლიერდეს სრულიად ეს გარეჯის უდაბნო. მერთმა დაგლოცოთ თვითონ თქვენთაგანი თქვენი ოჯახები, ახლობლები და სულიად საქართველოს. ქრისტე აღზრდა.